როგორ უყურებთ იმ ძალადობას? როგორ შეიძლება განვაზოგადოთ ჩვენ პაპუნა ლოცულიშვილის და მისი მეგობრის ცემის ფაქტი იმ სისტემური დანაშაულების საილუსტრაციოდ, რაშიც ქართული ოცნება ამყოფებს ამ ქვეყანას უკვე 15 წლის განმავლობაში. ზაზა, თქვენ როგორც იურისტს მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს არ იყო სისტემური დანაშაული, ეს ცალკეული გადაცდომა იყო და მუხლიც ასე აღიძრა უფლებამოსილების გადაჭარბებით. სინამდვილეში ეს ჯგუფური წამება და არადამიანური მოპყრობა, როგორც იურისტები განმარტავენ. კი ბატონო, ამაზე ბევრი საუბრა უკვე საიას წარმომადგენელმა, მათ შორის თქვენ ეთერში, როგორც ვიცი და მე ამ მხრივ აღარ დავამატებ არაფერს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სინამდვილეში ქართულ ოცნებას როგორც ჭეშმარიტად რუსულ წარმონაქვს აქვს განსაკუთრებით ცინიკური პიარი და პროპაგანდა. სინამდვილეში რასაც ისინი ამბობენ, არის ყველაფერი აი პირდაპირ საპირისპირო. ამიტომაც შესავალში ვეცადე ორუელის 1984 შემდგარი. ზუსტად საპირისპირო ამბობენ, რომ ეს არის ჩვენი ხელწერა არ არის. სინამდვილეში ზუსტად ეს არის მათი ხელწერა. ამბობენ, რომ პიარი არ გვივარგა. სინამდვილეში მხოლოდ პიარი უვარგათ. ანუ აი თუ რამე უვარგათ პიარი ბჭყალებში, ხო? ანუ ეს არის ის, რომ აი დგანან ამ აბსურდზე, ამ პროპაგანდაზე და ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, ვისაც უკვე ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელსაც კერძო დაინტერესება აქვს ამათ შენარჩუნებაში, აჯერებენ, ან ყოველ შემთხვევაში საბაბს აძლევენ და დაიჯერონ, რომ აი ისინი კარგები არიან, მაგრამ ვიღაცამ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. ვიმეორებ, გავიხსენოთ თუნდაც გავრილოვის ღამე, ხო? იმ სასტიკი დარბევის დაწყებამდე 20-30 წუთით ადრე მაშინდელმა პრემიერმა კაცშულს რო არ ახსოვს დღეს თქვა, რომ ჩვენო არაფერს არ ვიზამთო, ესო ჩვენი ხელწერა არ არისო და 30 წუთში დაიწყო სასწაული, ხო, მამუკა ბახტაძე იყო ასეთი პიროვნება 1.28.000 ვისაც არ ახსოვს და იმის მერე პრაქტიკულად წელი არ გასულა, რომ ქართულ ოცნებას სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია არ ჩაეტარებინოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერს თავი დაავანებოდა, თქვენ ძალიან მიხარია, რომ ამას გაუსვით ხაზი თქვენ შესავალ სიტყვაში ბრძოლა მეხსიერებისთვის, ხო, ბრძოლა მეხსიერებისთვის არის ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის სინამდვილეში, ვინაიდან მეხსიერება არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენ მიერ საგანთა და მოვლენათა აღქმას დღეს და ეს აღქმა განსაზღვრავს იმას თუ როგორი ვიქნებით ხვალ. მტერი რო შემოდის პირველი რასაც აკეთებს, იწყებს ისტორიის გადაწერას. ეს გააკეთა რუსმა მე-19 საუკუნეში, ეს გააკეთა ბოლშევიკმა მე-20 საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში და ამას აკეთებენ ქოცები უკვე 2012 წლიდან მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. სხვათა შორის გავრილოვის ღამეზეც ისე საუბრობენ და იმ გადაცდომებზე დაცვის ტყუების გამოყენებაზე, თვალების დათხრაზე, ადამიანების დასახიჩრებაზე და მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობის არამხოლოდ ხელშეშლაზე ჩვენს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაზე თითქოს ის სხვა ხელისუფლება იყო. თითქოს გახარია მაშინ ქართულ ოცნებას არ წარმოადგენდა და ივანიშვილისგან არ იღებდა შეკვეთას და თითქოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ამ ხელაწინააღმდეგობის მიუხედავად მე პრემიერ-მინისტრად თვითონ არ დანიშნეს. მაგ კონტექსტში გავიხსენებ ერთს, გავიხსენებ მათი პროპაგანდისტის ლაშა ნაცვლიშვილის ბლოგს, ვიდეო ბლოგს, სადაც ის ძალიან დეტალურად ხსნის, რომ ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, არის ბიძინა ივანიშვილი. არ არსებობს მათ შორის არც ღარიბაშვილი, არც ყობახიძე, არც კვირიკაშვილი და ასე შემდეგ. ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი. ფოტოლი რო ჩამოვარდება და ბალახი რო შეიარებსო, ეგეც ბიძინა ივანიშვილი არისო. იგივე გახარია, რომ ჩამოიყვანეს მოსკოვიდან, კაცშვილმა არ იცოდა ვინ იყო, საიდან მოვიდა, დანიშნეს პატარა თანამდებობაზე, უცებ ელვისებური სისწრაფით ავიდა კარიერულ კიბეზე, გახდა პრემიერი და როდესაც გააკეთებინეს ის საქმე, რომელიც უნდა გააკეთებინა, მერე უბრალოდ გადადეს გვერდზე, ხო? სინამდვილეში ვიმეორებ, არ არსებობს ამ შემთხვევაში ვეთანხმები ლაშა ნაცვლიშვილს, არ არსებობს მათ შორის ფიგურა, რომელიც ამ ვერტიკალში აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ვინმეზე გადაბრალება ეხა ეს არასერიოზულია, ეს თვითონაც იციან, ჩვენც ვიცით, ყველამ გადასარევად ვიცით. აქ თუ შეიძლება სანამ კონკრეტულად აი ამ ძალადობის ფაქტზე გადავალ, უბრალოდ მინდა ვთქვა, ის რამაც აგვაფორი აქვს ყველა, შეიძლება ერთი მხრივ ახალიც არაფერია, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკი, უბრალოდ მართლა დანაშაულია. გუშინ მოხდა სასწაული რაღაც, გუშინ მოხდა ასეთი რაღაც. კაია კალასმა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს, თქვა, რომ ევროპა ვერ იქნება უსაფრთხო, თუ საქართველოში იქნება რუსის ჯარიო. და ამიტომ ევროპა რო დაჯდება უკრაინასთან ერთად და თავის ყველა პარტნიორთან ერთად რუსეთის პირისპირ მოსალაპარაკებლად, იქ აი გადასაწყვეტ საკითხებს შორის უნდა იყოს საქართველოს საკითხიო და უნდა იყოს ის, რომ რუსმა გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოდანო.
ეს არის ის რისთვისაც ჩვენ უნდა დაგვეხარჯა ჩვენი ძალისხმევა, რისთვისაც ვიბრძოდით, რისთვისაც თან ასე მკაფიოდ ბრიუსელს ეს რამე დიდი ხანი აღარ უთქვა. არასდროს არ უთქვამს მე მგონი ასეთი რაღაც, ეს არის მართლა ვიმეორებ წინაპირობა იმისა, რომ დევნილები დაბრუნდებიან გაგრაში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ცხინვალში და ასე შემდეგ. რა ხდება აქ? ხდება საოცარი რაღაც, ეს არის ღალატის პირდაპირ დეკლარაცია. ანუ ადამიანმა, რომელმაც თქვა ევროპის სახელით, რომ მე რუს პირობად უნდა დაუსვა საქართველოს დეოკუპაციაო, აი ამ ადამიანს ლანძღავენ დილიდან მიზანმიმართულად, კამპანიურად აშავებენ, რეებს არ იგონებენ, თან ვიღაც აი მართლა ისეთი ფიგურები ახლა ზოგს პაგონი უჩანს, ზოგს რა ვიცი, მაგრამ დაუჯერებელია. ხო, აი მეც მინდა ამ საკითხზე სხვა შესავალშიც ვახსენე და მივეცი კიდეც კომენტარი გორდულაძე ამ შემთხვევაში ავიღე როგორც სურათ ხატი, თუმცა არანაკლები თქვეს შარმანაშვილმა ყობახიძემ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ანუ რას ნიშნავს ფიცი წამს ბოლო აკვირვებს? ბოლოს ad არის? ბოლო იქნება მაშინ, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დამთავრდება და საქართველოს საკითხი მოლაპარაკებათა მაგიდაზე დაისმევა, ხო, გარდაუვლად, როცა ეს დოკუმენტში ჩაწერილი იქნება, მაგრამ თუ ევროკავშირი ამბობს ქართული ოცნება ღალატობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, არ ღვევს ამ უფლებებს, არასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს ასე შემდეგ, როცა ასეთ დროს ევროპელ პოლიტიკოსებს თავს ესხმიან, ამას კიდევ აქვს რაღაც ლოგიკა. არ აქვს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ ადრესატები ქართული ოცნების ლიდერები არიან, მაგრამ როცა ევროკავშირი ამბობს, რომ რუსული ჯარები საქართველოსდან უნდა გავიდეს და ეს ევროპის უსაფრთხოების დოქტრინაშიც წერია და მნიშვნელოვანია და როცა ასეთ დროს კაია კალას, მარტაკოს და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებს თავს ესხმიან, ეს ხომ თავის შიდა აუდიტორიაზეც უარყოფითად მოქმედებს ნეგატიურად. ეს ხომ პირდაპირ მართლა ღალატის გამოცხადებული ქრონიკა და რატომ წავიდნენ ამაზე? ორი სტრუთ ვიტყვი და გიასაც ვატყობ, რომ დიდი ხანია რაღაც თქმა უნდა. მე მგონი ეს არის უბრალოდ ის შემთხვევა, როდესაც ქართულ ის შემთხვევა კი არა, პირველივე დღიდან ეს შემთხვევა ქართულ ოცნებას არანაირი დამოუკიდებელი ნება არ გააჩნია. ეს არის იმთავითვე რუსული მანდატით მოსული პოლიტიკური ძალა, რომელმაც პირველ პოლიტიკურ აქტად რა გააკეთა, გავახსენოთ ტელემაყურებელს. პირველ პოლიტიკურ აქტად ქართულმა ოცნებამ მიიღო პარლამენტის დადგენილება თუ რეზოლუცია თუ არ მახსოვს, ზუსტად რა ტიპის დოკუმენტი იყო, სადაც რუსეთის აგენტები FSB-ს ჯაშუშები, ანუ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აქ იყვნენ თავისი სამსახურებრივი დავალებით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ჩამოეშალათ, ეს ხალხი გამოუშვეს ციხეებიდან და არა მხოლოდ გამოუშვეს, თქვენს რომ ესენი პოლიტპატიმრები იყვნენ სააკაშვილის პირობებშიო. წარმოუდგენელი რაღაცა უბრალოდ დავფიქრდეთ, რომ მტრის ოფიცერს, სპეცსამსახურის ოფიცერს არნიჭებ თავისუფლებას და მას არ ქმევ პოლიტპატიმარს. ეს იყო მათი პირველი აქტი და მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ მეტმა და მეტმა ადამიანმა გაიაზრა, დაინახა თუ რას წარმოადგენენ და დღეს ეს უკვე არის პირდაპირ ღალატის დეკლარაცია. ვიმეორებ, მარტივი კითხვა რო დაუსვათ ნებისმიერ მათგანს, როგორ წარმოუდგენთ მათ საქართველოს დეოკუპაცია. აი როგორ ვისთან ერთად, ვისი მეშვეობით, რა კონტექსტში. ანუ ამის ერთადერთი საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დამარცხდება, ევროპა და დასავლეთი ზოგადად გაძლიერდება და ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად დაბრუნებას იქ, საიდანაც გამოყარეს რუსებმა. რაც ჩამოაყალიბებ, რასაც გია ამბობს და დავამატებ ერთ ნიუანსს, მეც მქონია ამაზე გამოხმაურება, კი არა, აღშფოთება, როცა ადამიანი ამბობს, რომ მე ყველა ხელისუფლებას ვებრძოდი. ეს არ მეტყველებს ამ ადამიანის მაინდა-მაინც სწორ მოქალაქეობ პოზიციაზე, ვინაიდან არ შეიძლება რომ გამსახურდია შევარნაძე, სააკაშვილს და ივანიშვილს ერთნაირად ებრძოდე. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა სხვაშია პრობლემა. მაგრამ დაუბრუნდეთ დღევანდელობას და თეა დავამატებ რა ნიუანსს, ნახეთ მე ბოლომდე ვერ გავიზიარებ იმას, რომ აი გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში იყოს უარესობა. სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაბამისად არის ეროვნული ხელისუფლება. აზერბაიჯანში არის ავტოკრატია, მაგრამ არის ეროვნული ინტერესებით მართული ავტოკრატია. ცხადია, ჯობია იყოს დემოკრატია, მაგრამ ხო გააჩნია რა სტანდარტს უყენებთ, ხო? სომხეთში არის ეროვნული ხელისუფლება და პლუს არის დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც რუსეთი ებრძვის, იმიტომ რომ სომხეთი მიდის ევროკავშირისკენ და ყოველდღიურად ემუქრება. ეთყობა რუსებმა არ იციან, რომ ჩვენც ევროკავშირისკენ მივდივართ, თორე ყოველდღე ხო არ გვაქებდნენ. ყოველდღე აქებენ ქართულ ოცნებას. ხო, ეხა რა შეასაქმე, ჩვენ ყავს როგორც ავტორიტარული ხელისუფლება,
ასევე არაეროვნული სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება და შესაბამისად ამის შედარება ახლა სომხეთთან ან აზერბაიჯანთან არ შეიძლება. ახლა მეორე ნიუანსი. რამდენიმე ზუსტად არ მახსოვს თვის წინ თუ წელი გავიდა თუ რამდენი ხანი გავიდა, სირიაში შეიცვალა ხელისუფლება. ის ქვეყანა აღიარებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა ეგრეთ წოდებულმა ქართულმა ოცნებამ, რომ ეს აღიარება უკან წაეღებინებინა აი ამ ახალი ხელისუფლებისთვის. ძალიან მარტივი იყო. ჩადი, ემუშავე, მოითხოვე, ფოტო გადაიღე, ხელს ჩამოგართმევს, ხო ესე ხო სასოწარკვეთილი არიან, ოღონდ ვინმე ხელი ჩამოართვას და ფოტო გადაიღოს. აი შეგნებულად, მიზანმიმართულად, საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ, განცხადება არ გაუკეთებიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ, იმისთვის რომ გაკეთებულიყო რაც იქნებოდა საქართველოსთვის ძალიან დიდი გამარჯვება, რომ აი ერთმა ქვეყანამ მაინც იმ 4 თუ 5-დან ეს აღიარება უკან წაიღო. რო გავიხსენოთ 8 თებერვალი, 17 მაისი, 5 ივლისი, გავრილოვის ღამე, 23, 24, 25 წლების დარბევები, სახლებთან დახვედრები, სახიზვლების ჩამტროები, მან რატო არ ამბობდნენ მაგას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო მათი ორგანიზებული, მათი დაფინანსებული, მათი მართული და შესაბამისად იქ როგორ იტყოდნენ, ხო, რომ ეს ცუდი სანახავი იყო. ისაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო თავის ნებაზე მიშვებული ძაღლობა. ანუ ეს იყო, ანუ ეს არ ყოფილა ხა ვიღაცის მართლა შეკვეთა, რომ აი წადით და ეს გააკეთეთ, ისე როგორც მაგალითად კონკრეტული პოლიტიკური აქტივისტების ან პოლიტიკოსების ცემის შემთხვევაში, ხო? ანუ სადაც იყო კონკრეტული ორგანიზება, ან 5 ივლისი რაც იყო. ესეთი არ ყოფილა და ამიტომ თქვენს რომ უი ნახეთ ეს გეცემათ, მაგრამ ისე რომ ხალხს არ ენახა. ეს იყო მათი განწყობა. ერთადერთი განწყობა ეს არის ხა აშკარაა, ხო? იმ კონკრეტული მოქალაქის მიმართ, ლოცულაშვილის მიმართ რაღაც პოლიტიკური ინტერესი სავარაუდოდ არავის არ ქონია, უბრალოდ პოლიცია, რომელიც ისეთია, როგორიც ივანიშვილმა გახადა ის, აი ესეთია რეალური სახემათი. და შესაბამისად ამათ ეს რაღაცნაირად არ მოეწონათ, თქვენს ვაი ეხა ამას მივხედავთ, სინამდვილეში რა მოხდება? დაუბრუნდები მეხსიერების თემას, სამწუხაროდ ჩვენ ისეთი მოკლე მეხსიერება გვაქვს, რომ აგერ 6 თვის წინ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე რო იყო მთელი ქვეყანა რო საუბრობდა ამაზე, ის აღარ გვახსოვს და ეს ზეგ აღარავის არ ემახსოვრება და მაზეგ, პირობითად მაზეგ გამოუშვებენ ამათ, ისე რომ რაღაც სხვადასხვაის კიდე ჩვენ სპანიუსით გადაფარავენ ამ თემას. წარსულის გადაწერაზე ვსაუბრობდით და არ შემიძლია რადგან ჩვენთან ხართ სტუდიაში, ორივეს არ გთხოვთ თქვენი მოსაზრება. ზუსტად გამსახურდია მერაბ კოსტავა და უცებ მათ გვერდით მიმონტაჟებული ბიძინა ივანიშვილი. ანუ ეს არ არის მხოლოდ წარსულის გადაწერა, ეს არის ისტორიის გაყალბება, ეს არის ომის მშვიდობად გასაღება, ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. რუსეთში გამობრძმედილი, დაფრთიანებული რუსული ინტერესებით მოღვაწე ბიძინა ივანიშვილი უცებ აღმოჩნდა საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირების გვერდით ერთ პოსტერზე, პროპაგანდამ ეს იკადრა 26-ში, თუმცა მანამდეც გვსმენია ჩვენ ქართული ოცნების ღია მომხრეებისგან, მათ შორის ღარიბაშვილის ოჯახის წევრებისგან, რომ აი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი ილია ჭავჭავაძეა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი რექტორი საერთოდ ამბობდა, რომ 6-მეა თაყაიშვილი და ამ მოსაზრებებს თითქოს გვაჩვევენ წლიდან წლამდე. მესმის რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს სიამოვნებდეს, მაგრამ ამას პირადად კი არ ეუბნებიან. ამაზე საუბრობენ ღიად და ახლა პროპაგანდამ ამის პოსტერიც კი მოამზადა. აი ორივე საზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერის ცნობიერებაზე ძალადობა და გარკვეულწილად წარმატებული ძალადობა, ვინაიდან ის გამოხმაურება, რომელიც სოციალური ქსელების სივრცეში ქონდა ამ ფოტოს, აჩვენებს, რომ ჩვენ მაინც მეტისმეტად კეთილი ხალხი ვართ, მეტისმეტად მიამიტი ხალხი ვართ. ამასაც კი იუმორით. რატო, ანუ არა მხოლოდ ერთია რომ იუმორით უყურებთ, კი ბატონო, მაგრამ ანალოგიები, რომელიც მე ხელოვნურ ინტელექტში აქმნევინეს, ხო? ზოგი იყო რომ თითქოს აი რაღაც ფარეზე გაფრენის ამდენი წელი და ბიძინა ივანიშვილი, ან რაღაც ჯომოლუნგმას დაპყრობის ამდენი წელი და ბიძინა ივანიშვილი. ანუ ანალოგია იყო რომ თითქოს აი ეს ადამიანი იმასთან არაფერ შუაში არ არის. სინამდვილეში ერთადერთი სწორი ანალოგია არის, არა თუ არაფერ შუაში არ არის. უშუალო ანტიპოდია იმისა, რასაც განასახიერებდა კოსტავა და გამსახურდია, რასაც განასახიერებდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ანუ არაფერ შუაში არ არის დამოუკიდებლობასთან კი არა. დამოუკიდებლობის მკვლელია. ანუ საქართველოს პრაქტიკულად, ანუ დღეს და უკვე ბოლო 14 წელია, მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი. და ამას მოწმობს ის, რაზეც ჩვენ დღეს უკვე ვისაუბრეთ, ანუ გამოდის ევროპელი პოლიტიკოსი, საუბრობს მთელი ევროპის სახელით, საუბრობს იმაზე, რომ მან ევროპის სახელით რუსეთთან უნდა დაალაგოს საქართველოსთან რუსის ჯარის გაყვანის თემა და ესენი გამოდიან და იმას ლანძღავენ, ვინც ქართველს იცავს.
აი ამაზე რა ბიძინა ივანიშვილი ამ ფოტოზე რა ვიცი უნდა იყოს იგივე არის რომ აქ დახატო ქაქუცა ჭოლოყაშვილი და გვერდზე მიუხატო სერგო ორჯონიკიძე და თქვა რომ ეს ორივე არის საქართველოს გმირი. აი დაახლოებით ესეთი აბსურდია ეს ყველაფერი. სინამდვილეში თეა პირდაპირ ვიტყვი რა მე ეთერში მოსვლის უხერხულობაც მაქვს ხოლმე ძალიან ხშირად იმიტომ რომ ასე მგონია რომ ადამიანს თუ აი 2 გრამის სინდისი გაქვს და საშუალო ორნიშნა IQ მაშინ ახლა ჩვენ რასაც ლაპარაკობთ იმის ლაპარაკი არ არის საჭირო. კი ბატონო. ახლა მარიამ ლაშხი ჯვარი აქაურობას და კანტს რო ახსენებდა ის კანტი ერთ რამეზეა რომ ყველა ადამიანს შინაგანი ღერძი აქვს რომელსაც რაღაც უზენაესი ძალა განსაზღვრავს და ყველამ ძალიან კარგად იცის რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა არის კეთილი, რა არის ბოროტი, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამას რა თუნდა ახსნა რომ გადაკეტილ ქუჩაზე რო კაცი დროშით გამოვიდა ხელში და ვინმე გალუსტაშვილი იმას რო უშვებს ციხეში ეს რო დანაშაულია ადამიანური სამართლებრივი ყველანაირი თვალსაზრისით ამას ახსნა რა თუნდა ანუ მე უბრალოდ მინდა ხოლმე რომ სახელებით მიმართო მაგრამ აი კიდევ რაღაც მაკავებს იმ ადამიანებს მიმართო ვინც რა ვიცი აი რო შეგხვდება ისე პანაშვიძიან სადღაც და აბა რა დღეში ვარ და მე წავა და გააგრძელებს რეჟიმის მსახურებას მაგრამ ერთს ვიტყვი ამ რეჟიმის თავი ძალა არის ის რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გასვაროს და ჩართოს დანაშაულში და როდესაც ეს შეიცვლება და ოდესღაც ყველაფერი იცვლება, ხო? მე გეტყვიან რომ ეხა ეს რომ ეს ამნისტია რო არ გამოვაცხადოთ, ხო? აბა მაშინ სოციალური სტრუქტურა დაგვირღვევა ამ ქვეყნის, იმიტომ რომ იმდენია ჩართული რომ სხვანაირად არ გამოვა. არა მეგობრებო, ერთხელ უნდა გაწყდეს ეს ჯაჭვი. იმიტომ რომ ჩვენ ისტორიაში თუ რამის გამოვტრიალებთ ერთ წრეზე ძალიან არ მიყვარს ეს ფრაზა, მაგრამ თუ რამის გამოვტრიალებთ ერთ წრეზე არის ის რომ მოღალატეები ყოველთვის ასამართლებენ და კლავენ პატრიოტებს და პატრიოტები ყოველთვის იყურებიან მომავალში და ჯანდაბას გეპატიოს შენ რაც ქენი და ოღონდ ქვეყანა განვითარდესო და მერე მოღალატეები ბრუნდებიან და გვაბრუნებენ რუსულ ჭაობში. ძალიან დიდი მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ სტუმრებს.